მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, ჩემო ლამაზებო, მე დღეს მოვედი თქვენთან საინტერესო გაშლით. მე ბარათები დავალაგე უკვე მოვამზადე, რათა დრო არ დამეკარგა ბარათების განლაგებაში და მოგიმზადეთ რამოდენიმე კითხვა. ახლა გაგაცნობთ ამ კითხვებს და დავიწყოთ მათი წაკითხვა. მაშასე ვნახოთ პირველი, რა ტოვებს თქვენს ცხოვრებას აგვისტოს თვეში, ანუ რა ენერგიები ტოვებს თქვენს ცხოვრებას აგვისტოს თვეში, რა ახალი ენერგიები შემოდის აგვისტოს თვეში, რა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ, რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება აგვისტოს თვეში და აგვისტოს თვის მთავარი რჩევა სამყაროსგან. თუ რას გირჩევთ სამყაროს, რა უნდა გაითვალისწინოთ. მაშ ასე ვიწყებთ პირველით, რა ტოვებს თქვენს ცხოვრებას აგვისტოს თვეში, ანუ რა ენერგია გადის თქვენს ცხოვრებიდან აგვისტოს თვეში და ეს არის ენერგია, სადაც იყავით მუდმივად ბალანსირების მდგომარეობაში, სადაც გიჭირდათ გადაწყვეტილების მიღება და ვერ იღებდით გადაწყვეტილებას. ეს არის ენერგია, სადაც აბალანსებდით ორ მდგომარეობას შორის ენერგიას. ეს არის გინდოდათ, რომ ამ მდგომარეობიდან, ამ დაბალანსებით მიგეგოთ კარგი შედეგები, მაგრამ თქვენს ცხოვრებაში არ იცვლებოდა არაფერი და ყოველთვის ერთ წრეზე ტრიალებდა. ჩემო ძვირფასებო, მოარგეთ ენერგიები თქვენს თავზე. ეს ენერგია ეხება ყველა მდგომარეობას. თუ ახლა როგორ ენერგიებში იმყოფებით და რა მდგომარეობა შეეხება ეს ენერგია, აიღეთ საკუთარ თავზე. ასე რომ გადის თქვენს ცხოვრებიდან ის ენერგია, სადაც იყავით მუდმივად ბალანსის მდგომარეობაში და გიჭირდათ გადაწყვეტილების მიღება. ასევე ტოვებს ენერგია, სადაც გქონდათ ილუზიები, რომ თქვენი ამ მდგომარეობით, ამ ბალანსით მიიღებდით უფრო კარგ მომავალს, უფრო ნათელ მომავალს, უფრო ბრწყინვალე მომავალს და გადის ენერგია იმისა, სადაც გქონდათ ასე ვთქვათ ფიქრები და ინგრევათ სრულ ილუზიები ბედნიერებასთან და ბედნიერ ემოციებთან შესახებ. ასე რომ ეს ენერგია ტოვებს და ნახოთ ახლა რა ახალი ენერგია შემოდის თქვენს ცხოვრებაში. ნახეთ, აქაც არის. ჩვენ ხო თქვით, რომ თქვენ იყავით მუდმივად ბალანსირების მდგომარეობაში და აგვისტოს თვეში გადის ეს ენერგია და შემოდის ენერგია. ნამდვილად თქვენ ტოვებთ ამ მდგომარეობას, სადაც გიჭირდათ გადაწყვეტილების მიღება და ტრიალებდით ყოველთვის ერთ წრეზე. თქვენთან შემოდის ენერგიები, თქვენ უკვე იწყებთ მოქმედებას, თქვენ უკვე იწყებთ თქვენი იდეების, თქვენი გეგმების განხორციელებას და აგვისტოს თვეში უკვე სდგავთ პირველ ნაბიჯებს, უკვე მოქმედებთ, აღარ იქნებით ამ ბალანსის მდგომარეობაში გაჩერებულები და აღარ იტრიალებთ ერთ წრეზე. ნახეთ, აგვისტოს თვეში თქვენ აცნობიერებთ უკვე თქვენ შესაძლებლობებს და იწყებთ მათ გამოყენებას. ნახეთ, არკანი მაგი იძახის პირდაპირ მასზე, რომ არკანი მაგი არის პირველი შემოქმედი, რომელიც აცნობიერებს თავის შესაძლებლობებს და იწყებს მათ გამოყენებას მატერიალურ სამყაროში.
ანუ ჩემო ძვირფასებო, თქვენ უკვე თქვენს იდეებს, თქვენს გეგმებს აგვისტოს თვეში უკვე იწყებთ მათ გამოყენებას. ეს თქვენი ფიქრები და იდეები აღარ იქნება მხოლოდ იდეების და ფიქრების დონეზე. თქვენ უკვე სდგავთ ნაბიჯებს და იწყებთ თქვენი შესაძლებლობების გამოყენებას აგვისტოს თვეში. ახლა რა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ? აბა რა უნდა გამოიყენოთ? და ნახეთ, რა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ? შესაძლებლობა პირველ რიგში უნდა განთავისუფლდეთ წარსულის წყემისგან. აუცილებლად თუ თქვენ რაღაც საკითხში მული გეტკინათ, ვერ მიიღეთ ის, როგორც გინდოდათ, გაგიცრუებდათ იმედები, უნდა განთავისუფლდეთ ამ მდგომარეობისგან და ნუ იქნებით მხოლოდ და მხოლოდ კონცენტრირებულები იმაზე, რაც დაკარგეთ და გული გეტკინათ. დაინახეთ და დააფასეთ ის და დაიწყეთ იმის განვითარება თქვენს ცხოვრებაში, რაც დარჩენილია. ასევე მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხართ ძალიან ძლიერები, ძალიან ქარისმატულები და აგვისტოს თვეში აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ეს თქვენი სიძლიერე და თქვენი შესაძლებლობები და თქვენი თავი წარმოაჩინოთ უფრო მეტად. ასევე გადაწყვეტილება, სადაც გიჭირდათ მდგომარეობა, სადაც გიჭირდათ გადაწყვეტილების მიღება, მიაქციეთ ყურადღება, რომ არ გააჭინაუროთ დიდ ხანს. დაფიქრდით და მიიღეთ გადაწყვეტილება. და ნახოთ, რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება აგვისტოს თვეში. რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება აგვისტოს თვეში და აგვისტოს თვეში თქვენს ცხოვრებაში ხდება დიდი ცვლილება. თქვენს ცხოვრებაში იცვლება მდგომარეობა, რომელსაც უკვე აღარ აქვს მყარი საფუძველი. მდგომარეობა, რომელიც უკვე თქვენ აღარ გემსახურებათ. ეს შეიძლება იყოს შეეხებოდეს ურთიერთობას, დასრულდეს ურთიერთობა, რომელიც უკვე თქვენ აღარ გემსახურებათ, ურთიერთობას, რომელსაც არ აქვს მყარი ძირი და მოხდეს ცვლილება. ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, როდესაც ჩვენს თავზე ხდება რაღაც მოულოდნელი ცვლილება, ჩვენ აქ ნაკლებად მოქმედებთ გონივრულად და ვართ უფრო ემოციებს აყოლილი, ხო? ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ დროს შეიძლება თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც შემოგთავაზონ სიყვარული, რომლებმაც შემოგთავაზონ ერთგულება, შეიძლება იყოს პარტნიორი და მოვიდეს ახალი შემოთავაზებებით და ურთიერთობის განახლებით. ამიტომ იყავით ფრთხილად, ნუ იმოქმედებთ ემოციებით და იმოქმედეთ ყოველთვის გონებით, რადგან თუ თქვენ იმოქმედებთ ამ მდგომარეობაში ემოციებით, აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ არაყვეთ ემოციებს, რადგან არ ჩავარდეთ აი ასეთ მდგომარეობაში. ეს არის ადამიანი, სადაც ბევრ ენერგიას დევს და ვერ იღებს სათანადო ენერგიას. და ვნახოთ ახლა აგვისტოს მთავარი რჩევა სამყაროსგან. მთავარი რჩევა არის, რომ პირველი რჩევა არის მიენდეთ თქვენს ცოდნას, მიენდეთ ფასეულობებს, თქვენს ფასეულობებს,
თქვენს ღირებულებებს და იმოქმედეთ ამ საკითხში პატიოსნად და თქვენი პრინციპების შესაბამისად. ასევე თქვენს ცხოვრებაში თუ დასრულდება რაღაც ციკლი, მიიღეთ, დაასრულეთ